დაინიშნა ეროვნული ლიგის საგზური, თუმცა თბილისელებმა შეძლეს რუსთაველთა დამარცხება. პირველი ყველაზე მწვავე მომენტი შეიქმნა დღევანდელ შეხვედრას და გადაურჩა ბათუმის დინამო გოლის გაშვებას. ჟან-მარკ ტიბუე კი მორიგ მწვავე გადაცემას ასრულებდა. საგოლე გადაცემების კუთხით ერთ-ერთი გამორჩეულია ფრანგი, 5 საგოლე პასი აქვს. მისი პირდაპირი პასი არ იქნებოდა, პრეასისტი იქნებოდა, აბდალა ხაიხ და საბოლოოდ ის გოლები არ ჩაითვალა, მაგრამ ასე იყო თუ ისე ძალიან დაძაბული მატჩი ვიხილეთ. აქ კი შეიძლებოდა გოლი გასულიყო წუთზე, ვნახოთ მეორე სართულზე ვიდი თამაშებს უკეთ, სახიფათო ეპიზოდი, დარტყმა და იხსნება ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში. გატანილი გოლის ავტორი კი გახლავთ ლევან ხოზრევანიძე, რომელმაც კიდევ ერთ მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა, მას 3 გოლი ჰქონდა ამ სეზონში გატანილი და ახლა უკვე მეოთხე გოლის გატანით თავისი გუნდი დააწინაურა და ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში. იშვიათად ექნებოდა ბათუმის დინამოს მომენტები, აქ მარტოდ დატოვეს ბათუმელთა შემტევი და მანაც მშვენივრად ისარგებლა ამ მიცემული შანსით, გამოიყენა ეს მომენტი და როგორც გითხარით 19 წლის შემტევისათვის ეს გახლავთ მეოთხე გოლი ამ სეზონში. ზედიზედ გაიტანა ეროვნულ ლიგაში მან გოლები. ამ ტურში ძალიან სწრაფი პასუხი სტუმართა მხრიდან, ძალიან კარგი დარტყმაც და მათე თურმანიძე თამაშობს აქ ოსტატურად, არ აძლევს გოლის გატანის საშუალებას. უფრო გამოცოცხლდება, ბუნებრივია, დილა ესე მშვიდად პოზიციურად წყნარად ვეღარ შეუტევს და ვერ დაელოდება მეტოქის შეცდომებს. ახლა დიდი ძალებით უნდა შეუტიოს გორის დილამ იმისთვის, რომ ვითარება გამოასწოროს. მცირე უპირატესობა არის დინამოელთა მხარეს. ეს კი განმეორებით კიდევ ერთხელ ეპიზოდი ლაკვეხელიანის ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ ლევან ხოზრევანიძე ახლოს იყო გატანასთან, თუმცა დილას კაპიტანმა არ დაანება ეს ეპიზოდი ახალგაზრდა ფორვარდს. კიდევ ერთხელ განმეორებით რა კარგად გაითავისუფლა თავი ხოზრევანიძემ, დარტყმად შეასრულა, მაგრამ ძალიან დიდი სივრცე გაჩნდა და ვნახოთ დილას მოთამაშეები თუ ისარგებლებენ. გავიდა ეს გადაცემა, დარტყმა შეიძლება. ყობახიძემ გადაარჩინა თავისი გუნდი. ეს პასი იყო აღსანიშნავი, რომელიც საბოლოოდ მაინც მივიდა ადრესატამდე. შეყილაძემაც ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა, შეექცევდა ყურადღებას. კაფიანიძემ გადაარჩინა ამ შემთხვევაში უკვე თავისი გუნდი. მანამდე შეყილასი, ასე რომ ძალიან აქტიურად ჩაერთო თამაშში. ანდრონიკაშვილი შორიდან, ჩვეულ სტილში მას არათუ ამ წერტილიდან კიდევ უფრო შორიდანაც შეუსრულებია არაერთი წავე და სახიფათო დარტყმა. 5-1 წააგო, ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და 1-1 გაათანაბრა დილამ ანგარიში ძალიან დროულად პრინციპში. შეხვედრის 63 წუთზე 1-1 თავიდან იწყება. კიდევ ერთხელ განმეორებით გავდა გარკვეულწილად ეს გოლი იმ გოლს, რომელიც ბათუმის დინამომ გაიტანა ამავე კარში, ამავე კუთხიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ და გოლიც დაახლოებით იმ ზონაში გავიდა, სადაც პირველი გოლი. ასე რომ 1-1 წონასწორობა აღდგენილია, ალოგიკურს რა თქმა უნდა ამ გოლს ვერ უწოდებთ. რომელიმე ერთი შეხვედრის თუნდაც ფრედ დასრულების საშუალება. კიდევ ერთხელ განმეორებით ჟან-მარკ ტიბუეს გორის გუნდსაც ჟან-მარკ ტიბუე აწვის საჯარიმოში დარტყმა და შესანიშნავი გოლი, რომელიც გააქვს არუნა უატარას. ეს მისი დუბლია და ეს ნიშნავს იმას, რომ დილა უთანაბრდება ქულათა რაოდენობით თბილისის იბერიას. 3 ტური, ეს კი კიდევ ერთი გადაცემა ჟან-მარკ ტიბუეს შესრულებით და კიდევ ერთი გოლი არუნა უატარას მხრიდან. დუბლი შეასრულა 18 წლის ნახევარმცველმა და ამ გატანილი გოლებით მეხუთე და მეექვსე გოლი გაიტანა. დასრულებულია დილას გამარჯვებით 1-2, გუნდმა დააგროვა 71 ქულა და თბილისის იბერიას მსგავსად სატურნირო ცხრილში სწორედ ეს ორი გუნდია ახლა ლიდერთა შორის.